EUTH საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ დოკუმენტს გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრიც. მთავრობის მეთაურის თქმით, უცხოელი ბიუროკრატების შეფასებების მიუხედავად მთავარია თუ რა ხდება ქვეყანაში და ამას ყველაზე კარგად ხედავს ქართული საზოგადოება. მათი დამოკიდებულების გამოხატულება კი არის ის, რომ ოპოზიცია აბსოლუტურად განადგურებულია, თქვა კობახიძემ. ჩვენ მეჩვეული ვართ მოვლენების გავსი სახით განვითარებას, არის ხოლმე პოლემიკა, დებატები, სხვადასხვა მოსაზრებები, არის მათ შორის კრიტიკული შენიშვნები. თავარი ჩვენთვის არის ის თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში. და ამას ყოველს კარგად ხედავს ქართული საზოგადოება და სწორედ ქართული საზოგადოების რეაქცია არის პირველ რიგში მთავარი. დღეს ყველა ხედავთ თუ როგორია საზოგადოების დამოკიდებულება პოლიტიკური პროცესების მიმართ და პოლიტიკური სუბიექტების მიმართ. საზოგადოების დამოკიდებულების გამოხატულება ის, რომ ოპოზიცია არის აბსოლუტურად განადგურებული. ხომ მთავარი მიზეზი, რატომაც ოპოზიციამ გაინადგურა თავი, არის ის, რომ მან დააკარგა ის ხარდაჭერაც კი, რაც ჰქონდა საზოგადოებისგან. ეს არის რეალური შეფასება, მთავარი შეფასება, რასაც აკეთებს საზოგადოება, რაც შეეხება საერთაშორისო პარტნიორებს, უცხოელ პოლიტიკოსებს, ბიუროკრატებს, მათ შეიძლება ჰქონდეთ ან ასეთი, ან ისეთი შეფასება, მაგრამ მთავარი ჩვენთვის არის ის, თუ რა რეალობაა ჩვენს ქვეყანაში შექმნილი. რეალობა არის ის, რომ ჩვენ ქვეყანაში არის ჩამოყალიბებული დემოკრატიული სისტემა, ვიღაცებს სურდათ, რომ ამ დემოკრატიული სისტემისთვის შეექმნათ რაღაცნაირი უხეში წინააღმდეგობა, თუმცა სახელმწიფო დადგა მოწოდების სიმაღლეზე და სახელმწიფომ ყველა გამოწვევას უპასუხა. იყო გარედან მართული პროცესები, რევოლუციის არაერთი მცდელობა, გასული 4 წლის განმავლობაში უფრო ზუსტად იყო 4 მცდელობა, 4 წლის განმავლობაში ყველაფერი იყო გარედან მართული, თუმცა საზოგადოება დადგა მოწოდების სიმაღლეზე და საზოგადოებამ დაიცვა საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი.